როგორც ჩანს, ამერიკას ახალი პოლიტიკური პარტია აქვს, სახელად ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები, რომელსაც სხვანაირად უმა ერი ეწოდება. და ის არავის სხვას არამედ სნიკოს მიერ დაარსდა. და მეგობრებო, თუ გინდათ რომ პარტია ჯერ კიდევ დაწყებამდე ჩავარდეს, სნიკო ნამდვილად იდეალური ადამიანია ამისთვის. ნიუ-იორკში მუშაობ ამაზე ამჟამად. მეტი წარმომადგენლობა გჭირდება. ამიტომ მინდა პოლიტიკური პარტია დავაარსო და მისი ბაზა ნიუ-იორკში იყოს. ამაზე მუშაობ ახლა. შეიძლება ნაადრევად ვაცხადებ ამას, მაგრამ ძალიან მიფარია ამაზე საუბარი, რადგან ეს იდეა გუშინ ღამით მომივიდა. ჰაერზე ლოცულობდი. ეს დაახლოებით ასეა. კარგი, მინდა რაღაც ავაშენო, მაგრამ ჯერ ისლამურად იმ დონეზე არ ვარ, რომ მეჩეთში ან სადმე მსგავს ადგილას ვიყო. ასე რომ გულისხმობ კამპანიისთვის ყველაზე ცუდი პოლიტიკური სტრატეგია იქნებოდა ის, რომ პარტია გამოაცხადო 1 დღის შემდეგ, რაც ეს იდეა მოგივიდა. გულისხმობ აშკარად ეს წარმატების რეცეპტია ყველასთვის. კარგი საქმეა სნიკო და რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ვიდეოს დანარჩენ ნაწილსაც და უზარ-მაზარ განცხადებას მუსლიმების გეგმაზე, რომ ამერიკა დაიპყრონ. მაგრამ ჯერ მათთვის, ვინც სნიკო არ იცნობს, გულისხმობ, არ ვიცი იცით თუ არა რა შეჯერა ამ ბიჭს, მაგრამ ეს შეიძლება ცოტათი გაგაგებინოთ. ეს არის გეიმერი, რომელსაც მილიონობით მიმდევარი ხავს. ის წლების წინ ძალიან ცნობილი გახდა, მაგრამ შეიძლება გახსოვდეთ ის ვიდეო, სადაც ის ლაპარაკობდა, რომ ნიუ-იორკი ნიუ-იორკისტანი გახდება. ხო, ეს ის არის, ვინც ამბობს, რომ ისლამი გეგმავს შეერთებული შტატების დაპყრობას. როგორც არ უნდა იყოს, მოусმინეთ, რას ამბობს თალიბანზე. პირველ რიგში მგონია თალიბანს ყველას შეგვიძლია ბოდიში მოუხადოთ. გუშინ ჯუმას შემდეგ ავღანელებს ვესაუბრებოდი, ცენტრალური აზიის ტურს ვამზადებდი. აღმოჩნდა, რომ დასავლური პროპაგანდის ნაწილი მეც დავიჯერე. დაწუნებული ვარ, თქვენს ხსმენიათ ეს რომ ამბობენ, ავღანეთში ქალებს სკოლაში სიარული არ შეუძლიათ. ეს სიმართლე არ არის. მათ შეუძლიათ მადრასაში სიარული, შეუძლიათ ისლამურ სკოლაში სწავლა. საბოლოოდ მიზეზი რატომაც ამბობენ, რომ ქალებს ავღანეთში სკოლაში სიარული არ შეუძლიათ, ისაა, რომ უბრალოდ არ სურთ დასავლური გავლენა. და ისინი სულიერ გამართლებულები არიან, რადგან შეხედეთ დასავლურ გავლენას. ამერიკაში ქალები თოკით ავსჯობენ საკუთარ ბავშვებს. გულისხმობ უბრალოდ შეხედეთ ამ ქალებს, განაარჩანან ისინი ასეთი გათავისუფლებულები. მაშ, რატო უნდა უნდოდეთ, რომ იუდეო-ქრისტიანული ამერიკული დასავლური ღირებულებები გავლენას ახდენდეს იმ ქალებზე, რომელთა დაცვა და პატივისცემაც მათ სურთ? გულისხმობ, მონწონს ის ფაქტი, რომ ის ლინსი კლენსის მაგალითს მოყავს იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ არუმატებლები არიან დასავლელი ქალები და არა იმ თვითმკვლელი ტერორისტებისას, რომლებმაც ბოლო 50 წლის განმავლობაში სოფლიო დაატერორეს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ამაზე შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ. დაუბრუნდეთ ამ წარდგენას და იმას, რაც ხდება. ბოინგი. შემიძლია ქრისტიანად შევერთე. რა თქმა უნდა, კი ის ვიფასო. კარგი, მოდი მოვისმინოთ. ის რაშიც ძალიან ეფექტური ვარ, ანუ ჩემი უნარები ამჟამად, ნამდვილად არის პროპაგანდის დამარცხება. ასე რომ მინდა დავარქვა ამას ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები. ეს არის პოლიტიკური პარტია. ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები. UMA. რას ნიშნავს ეს აბრევიატურა? UMA, ანუ UMA, გულისხმობ, იცოდით, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური კანდიდატი არ არის, ის ასევე მარკეტინგის გენიოსია. ამერიკის გაერთიანებული მუსლიმები. UMA, ACE. ეს იქნება ჩვენი პარტია, ინშალა. და ჩვენი ბაზა ნიუ-იორკშია. ვასეა და ჩვენ ყავს აიათოლა მოდანი ნიუ-იორკში. ეს არაფერია, მასთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ მე მინდა. ამჩნევთ როგორ ეძახის მას მამდანის, აიათოლა მამდანის, როგორც ლიდერს, მეფეს, ნიუ-იორკელები მართლაც უდრეში არიან. შეიძლება აქედან მოქმედებდნენ, რადგან მაგალითად მალკომ იქსი 60-იან წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მაშინ ამერიკაში მუსლიმებს ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენა ჰქონდათ. გესმით, არ გიყვართ რომ სნიკომ თავი მალკომ კომიქსს შეადარა? არა ისე რომ შეგნებულად ან აშკარად, მაგრამ აი, მალკომ იქსი ამას ამბობდა, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო სნიკო. დარჩი შენს ადგილას სათამაშო ოთახში. ილაპარაკე უაზრობებზე და თავი შეირცხვინე იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პარტიებს დაარსებდე ძვირფასო. უბრალოდ ერთი ბძნული სიტყვა შენი ძველი კოლეგისა და მეგობრის მირასგან. უბრალოდ ხუმრობ. მე არასოდეს ვიმუშავებდი მასთან. მას შემდეგ ყველაფერი ძალიან ჩუმადაა. მას შემდეგ ამერიკაში მუსლიმები ეს ყველაფერი დემოკრატიულ პარტიას აქვს მიტაცებული. ყველაფერი მარცხენებს აქვს მიტაცებული. გიყვართ ის ფაქტი, რომ ის ამბობს, რომ ამერიკაში მუსლიმები დემოკრატიული პარტიის გავლენის ქვეშ არიან მოქცეული, მაშინ როცა უამრავი მტკიცებულება გაქვთ ისლამისტებზე. პირდაპირ ხმამაღლა ამბობენ, ჩვენ ვიყენებთ დემოკრატებს, ვაძლევთ მათ ხმას მათი გიჟური იდეოლოგიებით. იმიტომ რომ ვიცით, მათ იმდენად ყველა უყვართ, რომ ჩვენს თვითმკვლელ ემპათიასაც კი მიიღებენ, რათა ჩვენ ძალაუფლებაში მოვიდეთ. და აქ მან როგორღაც მოახერხა ისე წარმოეჩინა, თითქოს პრობლემა დემოკრატებია. მოიცადეთ ერთი წამით. თქვენ საჯაროდ აცხადებთ, რომ დემოკრატებს იყენებთ როგორც ეროვნებას, როგორც რელიგიას, როგორც ჯგუფს, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, როგორც გინდათ ისე უწოდეთ ისლამისტებს. და ეხლა დამოდის, რომ დემოკრატები პრობლემურები არიან.
მუსლიმებს უწევთ ლაქუცი, რომ DSA ისინი მიიღოს. მათ უნდა იცეკვონ Taylor Swift-ის მუსიკაზე, რომ ტერორისტებად აშერაცვონ, შემდეგ კი კუფარებს უნდა მოაწონონ თავი და თქვან, ებრაელები ძალიან მიყვარს. შეგიმჩნევიათ სხვათა შორის, რამდენად საშიშია ეს. როგორ დაიწყო დემოკრატიული პარტიაზე საუბარი? და შემდეგ ახსენა DSA. თითქოს DSA დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. თითქოს ეს არის დემოკრატიული პარტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ ნიშური, ექსტრემისტული, რადიკალური, გიჟური ჯგუფია, რომელიც ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ამას წარმატებითაც ახერხებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ წარმოადგენს რეალურად დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სწორედ ასე მუშაობს ჭკვიანური манипуляცია ინტერნეტში. საუბრობთ იმაზე, რომ დემოკრატიული პარტიაა პრობლემა და რომ ისინი სინამდვილეში დემოკრატები კი არ არიან, არამედ DSA-ია. და რამდენად რთულად გვიწევს ბრძოლა, რომ ისი ნაწილი გავხდეთ. და ეს უბრალოდ გულისამრევია. იუდაიზმი საუკეთესოა. მიყვარს იუდაიზმი. მიყვარს იუდაიზმი. ასე რომ ღმერთო ჩემო ძმაო, გვიყვარს ისლამი. მოდი გვიყვარდეს ისლამი. ისლამიც. ეს დიდი შრომა იქნება. ბევრად მეტი საქმე დაგვემატება, მაგრამ ეს ის ამოცანაა, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მინდა ავიღო საკუთარ თავზე. და რეალურად რაღაც გავაკეთო. უბრალოდ ლაპარაკის ნაცვლად. იცი, აკვარ სტრიმზე და ეს სასაცილოა. აკვართ. ვაუ. ჰეი, იცი? ჰეი. მინდა დავბრუნდე. ეს სასაცილოა, მაგრამ მოდი რაღაც გავაკეთოთ. იცი, მოდი რაღაც გავაკეთოთ. გაგი. შეიძლება ქრისტიანად შემოვერთდე. რა თქმა უნდა. ხო, რა თქმა უნდა. რატო იქნებოდი გიჟი და გინდოდეს ამ პარტიაში ქრისტიანად შემოსვლა, იდიოტო? შერიე, ანუ გულისმო. ხო, შემიძლია ქრისტიანად შევერთდე. არ ვიცი. ნახე, არის რაღაცები, რაზეც ჯერ არ უფიქრია ამ პარტიაში. რომელიც გუშინ ღამით მოიფიქრა და ეხლა საზოგადოებას აცნობს. და ჯერ კიდევ არ გაუკვევია ყველა დეტალი თუ როგორ იმუშავებს ეს პარტია. ანუ რა გასაკვირია. შემიძლია შევერთდე. სინამდვილეში ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო. უბრალოდ ეხლაფას მოვიფიქრე საბოლოო ვერსია, როგორც რომ უბრალოდ მიხარია ამაზე საუბარი, რადგან ბოლოს გუშინ ზამით მოვიფიქრე თაჰაჯუდის ლოცვის დროს, ნამის ლოცვისას. რამდენიმე თვე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. მგონია რომ ამას ყველაზე მეტი აზრი აქვს. აქ ყველაზე მეტად გამომადგება ჩემი უნარები, რადგან ყველაფერი სოციალური მედიის პროპაგანდაა. ეს ძალიან განსხვავდება 60-იანი წლებისგან. რადგან ეხლა ყველაფერი ინტერნეტშია. ყველაფერი Twitter-ის რიტორიკაა. ყველაფერი ონლაინშია. ყველაფერი პროპაგანდა. და თუ პროპაგანდას მანამდე დაამაცხებ, სანამ გავრცელდება, შეგიძლია რაღაცა შეცვალო. პირდაპირ აღიარებს იმას, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, პროპაგანდაა. დაუჯერებელია. შევაჩეროთ მეტი თავდასხმა. ეს შეიძლება ჩვენთვის უსაფრთხო გახდეს. ამ ქვეყანაში გვაქვს რელიგიის თავისუფლება. ისინი ცდილობენ ეს წაგვართვან. ისინი ცდილობენ სტუდენტური ვიზები არ მისცენ იმ ადამიანებს, ვინც ისრაელს აკრიტიკებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ყველაფერი ყოველთვის ვიზრელზე ბრუნდება, რადგან მათ არასდროს შეუძლიათ რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრონ. ეს ძალიან მოსაწყენი და სამარცხვინოა. ისლამის აკრძალვა უნდათ. ენდრუ ვილსონის სოლმა თქვა, ისლამი აკრძალეთ. ვამბობ ინშალა, სოფიო მუსლიმია. ალექს ჯონსია, სიტყვის თავისუფლების მებრძოლები. ხედავ როგორ შეიცვალნენ მემარჯვენეები ყველაფერში, რაზეც ადრე იდგნენ. 10 წლის განმავლობაში ამბობდნენ, ფაქტებს შენი გზნობები არ აინტერესებსო. ბიჭო, ასე რომ ვფიქრობ ყველანი ვთანხმდებით, რომ წარმოუდგენლად წარმატებული არ იქნება. შეიძლება სულელი წარმომადგენელი აირჩიეს ამისთვის. მაგრამ ჩანს რომ სნიკო რაღაცის გაკეთებას ეძებს, რადგან მისი ხელის თხოვნა ჩაიშალა. და კიდევ ერთხელ გვაქვს არაორიგინალური ისტორია კაცის შესახებ, რომელსაც გული გაუტეხეს. ამიტომ გადაწყვიტა რომ გოგოს დაპყრობის ნაცვლად სოფლიო დაიპყროს. იმ ხელის თხოვნის მსგავსად, რომელზეც სტრიმის დასაწყისში საუბრობდი, თუ აქ ხარ მონოლოგისთვის, სადაც ეს გოგო, რომელიც დაქორწინებას აპირებდა, ამბობს, არ მინდა, მეშინია რომ მშობლები უასმეთყვიან. ფაქტობრივად ამ გოგოს უნდოდა ჰარამ ურთიერთობაში ყოფილიყო, რადგან ეშინოდა რომ თუ მშობლებს კითხავდა, ისინი უარს ეტყოდნენ და ურთიერთობა შეუძლებელი იქნებოდა. კლასია. უბრალოდ დაიმახსოვრე კაცმა, რომელიც მთელი მსოფლიოს პროპაგანდით ამუშავებას გეგმავს, რადგან ამაში ოსტატია, ეს ვერ შეძლო იმ გოგოსთან, რომელიც უყვარდა. და ამიტომაც აჩიანურებს, რადგან საბოლოოდ მოგიწევს მშობლებს კითხო. საბოლოოდ ნებართვა უნდა მიიღო, ან არა. დიახ. მაგრამ ეს უთხარ იმას და მეგონა მაგარი ამეთქვი. უთხარ კაცო, მშობლებს ლუ შეგეშინდება. ალლაჰი გეშინოდეს. ხო, მშობლები შეიძლება საშიშები იყვნენ. ეშინია მათი პასუხის, მაგრამ ალლაჰი გეშინოდეს, ხო იცი? აღმოჩნდა რომ მას მშობლების უფრო ეშინია ვიდრე შენი. და სნიკო, როგორც ვიცით, ისლამისტურ მოძღვრებაში ეს წარმატების რეცეპტი არ არის, ხომ ასეა? სამწუხაროდ სნიკოსთვის, როგორც ჩანს, მან არა მხოლოდ მომავალი ცოლი და ღირსება დაკარგა, არამედ პოლიტიკური პარტიაც სანამ საერთოდ დაიწყებდა. და ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო დამწუხრებული ვარ. მადლობა ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის.